მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერ საათზე მე ანუკა კინხლაძე ვარ. საკადრო ცვლილებებზე მუშაობას დაჩქარებული წესით იწყებს საკანონმდებლო ორგანო. მომავალ კვირას პარლამენტის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალ თანამდებობას დაამტკიცებს, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიგავებს. პარალელურად იგეგმება სუსის ახალი ხელმძღვანელის გეკა გელაძის არჩევის პროცედურების დაწყებაც. საკანონმდებლო ცვლილებებს დეპუტატები სამივე მოსმენით სავარაუდოდ 29 აპრილს მიიღებენ, რის შემდეგაც მთავრობის ახალი შემადგენლობა ოფიციალურად შეუდგება მუშაობას. რაც შეეხება შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, ამ თანამდებობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაიგავებს. ამ ეტაპზე ვაკანტურია აჭარის პირველი პირის პოსტი. გახსენებთ, მამუკა მდინარაძეს ახალ თანამდებობასთან ერთად ექნება ვიცე-პრემიერის სტატუსიც. ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ ცვლილებები მათ გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება საჯარო პოლიტიკას, შესაბამისად ეს ქართული ოცნებისთვის, როგორც პოლიტიკური გუნდისთვისაც ძალიან კარგი გადაწყვეტილება არის. ვფიქრობ, რომ ასევე გეკა გელაძესთან დაკავშირებული ცვლილება და სულხან თამაზაშვილის როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე წარდგენა არის პოზიტიური ცვლილებები და რა თქმა უნდა აღნიშნულს პარლამენტი მომავალ კვირაში საკანონმდებლო ცვლილებებით დაადასტურებს. გააძლიერებს იგი ჩვენს გუნდს და ძალიან დააკლდა ზოგადად საჯარო პოლიტიკას ასეთი ქვეყნის მოყვარული ადამიანი, მაგრამ მან დაატყო თავისი ხელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ის დაწყებული რეფორმები, მიმდინარე და დასრულებული საქმეები, შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გეკა გელაძესაც გადაუხდით მადლობას, შეუძლებელია ადამიანმა ვერ დაინახოს ის მნიშვნელოვანი სისტემური წინსვლა, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს სამინისტროში მან უზრუნველყო. საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთში ასტანაში მალე უნდა გაიხსნას რეგიონული ეკოლოგიური სამიტი, რომელზეც მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოვა. მიმართვის დროს ყურადღება გამახვილდება კლიმატის ცვლილებასა და რეგიონულ დაკავშირებადობაზე. ყაზახეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგება ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაც. მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად ყაზახეთში გუშინ ჩაფრინდა. აეროპორტში მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და საგარეო წყების ხელმძღვანელი დახვდნენ. საქართველოს პრეზიდენტის შესაძლებლობა ექნება სიტყვით გამოვიდეს სამიტზე და მიმართოს დამსწრეებს. ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოს პრეზიდენტი გაესაუბროს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. ზოგადად ყაზახეთთან თანამშრომლობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო და ყაზახეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ. სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს ექნება შეხვედრა ყაზახეთის პრეზიდენტთან, რომლის ფარგლებშიც ორი პრეზიდენტი ისაუბრებენ საქართველოს ყაზახეთის თანამშრომლობის საკითხებზე და პერსპექტივებზე. საქართველო დღეს ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით პირველ სხდომას გამართავს. ვენაში დაგეგმილ გახსნილ ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორაშვილი წარსდგება. ფორუმი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, რომელიც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე მუშაობს. საქართველოს თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან გადაიბარა და ამ პოზიციას სექტემბრამდე შეინარჩუნებს, რის შემდეგაც მას გაერთიანებული სამეფო ჩაანაცვლებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გაახანგრძლივა. როგორც საკუთარ სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპმა დაწერა, ეს გადაწყვეტილება მან პაკისტანის თხოვნის საფუძველზე მიიღო. მიზანი თეირანისთვის დამატებითი დროის მიცემა, რათა ირანულმა მხარემ საკუთარი პოზიციების ჩამოყალიბება შეძლონ. ამ გადაწყვეტილებიდან მალევე თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ვიცე-პრეზიდენტის პაკისტანში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის დაგეგმილი ვიზიტი გაუქმდა. ამასთანავე ვაშინგტონი საზღვაო ბლოკადას აგრძელებს და შტატების სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაში რჩებიან. საპასუხოდ კი ირანი თავდასხმის შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში ნავთობის წარმოების შეწყვეტით იმუქრება. ოფიციალური თეირანის განცხადებით წაგებულ მხარეს, რომელსაც მათი მტკიცებით ამერიკა წარმოადგენს, არ შეუძლია პირობების განსაზღვრა და ვაშინგტონის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ დროის მოგების ხერხია. ომი არ წყდება უკრაინაშიც. ერთი ადამიანი დაიღუპა ზაპოროჟიეს ოლქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსული დრონით თავდასხმის შედეგად. რამდენიმე დაშავდა. უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის სამიზნე გახდა დნეპრიც, გაჩნდა ხანძარი. დაშავებულების შესახებ ცნობები არაა. პარალელურად უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსული თავდასხმის დროს დაზიანებული ნავთობსადენი დროჟბა აღდგენილია. საპასუხოდ უკრაინა ევროკავშირის მხრიდან დახმარების 90 მილიარდიანი პაკეტის გამბლოკას იმედოვნებს. які вже були затверджені Європейською радою, але
გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ოქტომბრამდე ზოგიერთ ევროპულ მარშრუტსა და 20,000 მოკლე დისტანციაზე ფრენებს აუქმებს. ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს. გადაწყვეტილების მიზნად საწვავის დაზოგვა სახელდება, რაც ირანში მდინარე ომით გამოწვეულ დეფიციტსა და გაზრდილ ფასებს უკავშირდება. გაუქმებული ფრენებით მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობა 1%-ით მცირდება, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს 40,000 ტონაზე მეტი საავიაციო საწვავი დაზოგვოს. ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი მამრობითი და მდედრობითი. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი X-ზე წერს. სახელმწიფო დეპარტამენტი იმედოვნებს ამ ობიექტური პრინციპით, რათა უზრუნველყოს თანმიმდევრულობა, კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება საერთო სივრცეებში, ნათქვამია ტექსტში. ეს განცხადება ეფუძნება ორშაბათს დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც მამაკაცებს ეკრძალებათ ქალთა საპირფარეშოებითა და პირადი სივრცით სარგებლობა. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო უნგრეთს ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს. საუბარია უნგრეთის მთავრობის მიერ 2021 წელს მიღებულ კანონზე. ის ზღუდავს ან კრძალავს ჰომოსექსუალობისა და გენდერული იდენტობის შეცვლის პოპულარიზაციას ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ მედიაში. ბრუსელი ბუდაპეშტის მხრიდან კანონის გაუქმებას ითხოვს. გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ვიქტორ ორბანი. უნგრეთის ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ბრიუსელის ზეწოლის მიუხედავად ბუდაპეშტი საკუთარ პოზიციებს არ დათმობს. და კлау საქართველო ხალხის ძალა ქვეყნის მასშტაბით რეგიონულ წარმომადგენლობებთან შეხვედრებს განაგრძობს. საპარლამენტო ჯგუფის ლიდერები ამჯერად ბათუმის საკრებულოს ფრაქციას ეწევიან. ისაუბრეს საჯაროში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე. განიხილეს საომავლო გეგმებიც. ორდღიანი შეხვედრები გქონდა აჭარის რეგიონში ჩვენს წარმომადგენლებთან. პრაქტიკულად აჭარაში ყველა საკრებულოში ყავს ფრაქცია და არიან ძალიან მოტივირებული, ძალიან გამოცდილი. ჩვენს პარტიას აქვს ძალიან დიდი გეგმები. თავის დროზე ჩვენ მართლა შევასრულეთ ძალიან დიდი როლი იმაში, რომ საქართველოს ავაცილეთ ომი და ამაში ყინულჭრელის როლი შევასრულეთ, თუმცა ამ ქვეყანას სჭირდება კიდევ ძალიან ბევრი პრობლემის გადაწყვეტა და პირდებით ჩვენს ხალხს, რომ ვიქნებით ყველგან წინა ხაზზე. შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა იმ საომავლო გეგმებს, რაც უნდა განხორციელდეს უახლოეს პერიოდში, ეს იქნება რეგიონებში, შესაბამისად ოფისების გახსნა და მსურველი მოქალაქეების ხალხის ძალაში გაწევრიანება. შეხვედრა გქონდა საპარლამენტო ჯგუფთან, ხალხის ძალის წარმომადგენლებთან. აქ საუბარი შეეხო მომავალ გეგმებს, პარტიული სტრუქტურის განვითარებას და იმ მიზნებს და იმ ნაბიჯებს, რაც საომავლოდ გადაიდგება. საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ფოთში. გზის რეაბილიტაცია 18 ქუჩას უტარდება. დამატებით 9 ქუჩის მოწყობაზე ელექტრონული ტენდერია გამოცხადებული. პროექტის ფარგლებში იგება ასფალტ-ბეტონის საფარის 2 ფენა, ეწყობა ახალი სანიაღვრე და გარე განათების სისტემები. ამ ეტაპზე ქალაქის მასშტაბით აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს 18 ქუჩაზე. ჩვენ ასევე უკვე გამოვაცხადეთ დამატებით 9 ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვის პრიორიტეტი ქუჩებთან მიმართებაში ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, გზის სავალი ნაწილის მოწესრიგება, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ სანიაღვრე არხების რეაბილიტაციას, განახლებას, ასევე ტროტუარების და ახალი განათების სისტემის მონტაჟს. პირველი სივრცე საქართველოში, რომელიც მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირდება. რუსთავის ისტორიულ მუზეუმში უპრეცედენტო პროექტი იწყება. ექსპოზიცია აუდიო დისკრიფციით აღიჭურება, რაც შშმ პირებს კულტურული მემკვიდრეობის დამოუკიდებლად აღქმის შესაძლებლობას მისცემს. ინიციატივის მხარდამჭერი რუსთავის საკრებულო და მერია. რუსთავის ისტორიული მუზეუმი იქნება საქართველოში პირველი, რომელიც გახმოვანდება შეზღუდული მხედველობის მქონე ადამიანებისთვის მაღალი ხარისხის აუდიო დისკრიფციით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახდება მუზეუმის სივრცე, შესაძლებლობა მიეცემათ შეეხონ რუსთავის ისტორიას. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა უსინათლოსთვის და მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის მსგავსი პროექტი, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენი ცხოვრების ხარისხი იქნება გაუმჯობესებული, ჩვენ შეგვიძლია რომ სრულფასოვან ადამიანებად ვიგრძნოთ თავი და დამოუკიდებლად შევძლოთ ვიზუალური ნაწილის აღქმა.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით საგარეჯოს პირველ საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა შედგა. მოსწავლეებმა გარემოს დაცვითი პრეზენტაციები წარმოადგინეს და სკოლის მიმდებარედ სიმბოლურად 22 ნერგი დარგეს. ბავშვებთან ერთად დავრგეთ წიწვოვანი სახეობის 22 ნერგი. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო მუდმივად ზრუნავს საზოგადოების შემეცნების ამაღლებაზე. ჩვენი მომავალი თაობის ჩართულობაც ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდან ვასწავლოთ გარემოს მოფრთხილება, სასიამოვნო დღე გამოვიდა და ვფიქრობ, ასეთი ინიციატივები ძალიან კარგი იქნებოდა ბავშვებთან ერთად ჩვენს რეგიონში, რომ განვახორციელოთ ხოლმე პერმანენტულად. კურიერი აცაძე ამით დასრულებულია. დღის ახალი ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ. რუსთავი 2 ეთერს კი ბიზნეს სიახლეებით სოფო ოხანაშვილი განაგრძობს.